დამლაგებლებს ნელის მოცილება უნდათ. დავაი, მადო. ამ ჩემდებით. იასნად. გასტოლე. აუ, ქალებო რა მაგარია მინდია რა აგარეთ. ჩვენ კიდე აქ მტვერი უნდა ვყლაპოთ, დავალაგოთ. თამილ არის ნერვიულო, სულ ცოტაც და მალე სუფთა ჰაერზე ლაღი ირმებივით ვიფარფატებთ. მოიცა კაცო, აღარ ვალაგებთ, გვიცდება? კაია. რა გვიცდება, გოგო, ნელი უნდა მოვიშოროთ და მე შატალონზე მივდივართ, რა. ოპაც. ანუ ეგ რას ნიშნავს ახლა? გოგო, რას ნიშნავს? ეგ რა შტერი ხარ ვერ გავიგე. ნელის ჩვენი ბინძური დომესტოსიანი და ხსნარებიანი ცხოვრებიდან გავაქრობთ. გაიგე? უნდა მოკლათ ქალო. აქამდე უნდა მოგვეკლა ეგ, მაგრამ თქვენ არ მიჯერებდით. რა ეხლა მოვიდა მაგის იმ დრო, რა ძლივს დინათ დავითახ. რა რატო გოგო, რა რატო? სულ გასულენდი? მე მაგის ბიზნეს მოვაჯდებით და რავი, ძალიან კარგად ვიქნებით, რა გვინდა ეს? გინდათ შემატყება და მონობა? ვა, მაშინებთ რა. ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება ხუნთიანი. მოიცა, მე ცოდვაში არ ვდგათ ფეხს. და მენინა, რა მენი? რა პრობლემაა? ქალო, მე ჯოჯახეთში უნდა მოხდე და კუბში უნდა დავიწვა? გოგო, თამილ, ამდენი წელია დომესტოში მაგ ხელები და იმან ვერაფერი ვერ მიქნა და როგორ ფიქრობ ახლა კუბრი რა ფეხებზე მომჭამს? მე 64-ში მინდოდა რა. მომისმინე 64 ისედაც დალაგებულია და არავის არ მჭირდებით იქ და ჯოჯოხეთში დამლაგებლები ყოველთვის ენდომება და ვაკანსია სულ იქნება, გაიგე? შევიწვით ხოლმე გეგმებს რა. იტაი რა. გეგმა ესეთია, ქალებო. მამა მიდი. ისე ცხიმის გროვა. ხო შემოვაკარიდან. მე ეგრევე ფეხებში ჩავეცემი. დავაგადებ. მერე დავასხავ აცეტონს. აქედან დომესტოს, აქედან ჭუჭლის ჟელეს, მერე ბენზინს. მერე ნელა გაუკიდებ ასანთის ღერს. ვისური და ნელი როგორც ბოჭკა ისე აფეთქდება, გასკდება. საცწავლობ გაფიცებ მასეთებს მიხარი რა. რა საწავლობ გოგო? ტერორიზმზე ვიჯექი 3 წელი. მე რაღაცა იქ ალ-ქაიდასთან რაღაცა კონტაქტები შემიმჩნიეს და მაგრამ ვერ გამომიჭირეს ქალებო. კაი, ნუ აჟიტირდი ერთი რა. დავაი გეგმა გააგზავნე. აქ ხომ არ ჩამოვკიდოთ ვაფშე მაგთექით, ჰა? დავაი. ჩამოვიკიდე, მავითო. მომისმინეთ ერთი წუთი. იცი რა უნდა ვქნათ? რაღაცა ხეირი უნდა მივიღოთ ამ საქმისგან. მარტო მოკლა და ესე გაქრობა არ მომწონს რა. კაი რა ქალო რა, მაგ საქონლისგან რა ხეირი უნდა მიიღო? თამილ რა თქვი ბოლოს? მაგ საქონლისგან რა ხეირი უნდა მიიღო? გენიოსი ხარ. ხო, მართლა? საქონლისგან. რას ვიღებთ საქონლისგან? აბა მითხარით ძროხისგან რას ვიღებთ? ძროხოს გააჩნია ახლა რა. ხნა. ძროხისგან რას ვიღებთ? ზოგადად რძეს, ხორცი. ხო და ჩვენი ძროხისგან რას მივიღებთ? ნელი ძროხისგან? კაი რა. ფილტვები, თირკმელი 2 თან, იმედია ჯანმრთელია, გული. რა ხელაფონზეა ლაპარაკი, გესმით თქვენ? ბიზნესუ იფიქრეთ რა გოგოებო, ბიზნესუ. ქალო მოვიფიქრე. მაგარი გეგმა მაქვს. ოჩახ, თამილ, აიგრე, welcome to our club. დავაი, აბარა, ძრიფს არ მოვიდა ჩვენ. აქედან ხო შემოვა. აი, იქ უნდა დავაგდო ბანანი. ქერქი. ფეხი აუსტრიალდება, აქ წაიქცევა და პირში ჩავაყაროთ კროტი. მოიცა კროტი ის არ არის კაცო, საკანალიზაციო მილები რო იწმინდება. ეგ არის. არა, არ მაწყობს, იმიტომ რომ მომისმინე მაგას ისეთი ორგანიზმია, შეიძლება პირიქით წაადგეს და ჩაუწმინდოს მთელი ეს კუჭა ნაწლავი და მერე მოიხოდოს და პირიქით უფრო კარგად გახდეს და არ გვაწყობს რა. რამე სხვა გვინდა. პირაფიციანი დინო დავალევინოთ. ჩემი არაფერი არ მოგწონთ რა. და მოიცა პოლიცია რომ მოვიდეს და თითის ანაბეჭდებით გვიპოვოს. აუ, თამილ, რომელი ანაბეჭდები, გოგო? მე 12 კლასის მერე დომესტოში და ხსნარებში გვაქვს ხელები და სად არის ანაბეჭდი? აღარ არის, ვაფშე აღარ არის. ეგ ეგა, მაგისა გამოარო არანაირი ანაბეჭდი აღარ მაქვს ხელებზე. არაფერი აღარ გამაჭრია, ეგა დამპალი, ეგა ტაფაზე მიმხმარი ღორის კონი ეგა. ეგა ხوارი როგორ მესისოხება. როგორ მინდა ესე დავიჭირო. ამოვაცალო. ნუ მედი ჩემო პრინცესა. მართალი ხარ. ნაბო ვარ და ტაფაზე მიმხმარი ღორის კონი. მაშინ? აი, ეხლა აქედან დროზე. დავაი ათუძგე.
არა მოიცა ერთი შედამპალო ქონების გროვავ დაეხეთქე მუხლებზე დროზე მოხოხდი ჩემამდე მიდი მომაყენე შეურაცხყოფ ალბათ ყველაფრის ღირსი ხوار მოვკვდი რაქციის კალბატონონელი მარიატრია გამიკეთეს რაქციის კალო მეორე დამოიჭერი კუჭი არა ქალებო გულის მარიატრია გამიკეთა დომპალმა გოგი ვაიმე კითხავა დარცა მკითხა ისი ამომაგლიჯა ელიკო გოგი დამშორდა დამშორდა მადამპალმა გათახსირებულა წაიღო ჩემი ქალობა მოიცა თოლოჯენ მოვაყოლოთ ხანს იქნებ რა უჭირს რა მოხდა ელიკო მოყევი ნელიკო ნერვიულობ ჩემზე მაგრამ აგე ქალო 35 წლიანია ეს ჩვენი ურთიერთობა ერთი SMS-ი ჩამომაგრია თავზე გოგო მაშინ შენ რატო არ მოგიყვანა ცოლად ამაყენე ქალო ვერამდგები ჰა ჩემო პრინცესა შენ რატო არ მოგიყვანა ცოლად არ მინდოდა მე თვითონ არ მინდოდა რატო ქალო რა ვიცი ქალო რა აზრი ქონდა ეხლა ცოლად რო გავყოლოდი მაინც საყვარელი ეყოლებოდა და მე აგე იმაში დამასვენებდა ბაკურიანში და მაინც საყვარლობა და კარიერა ავარჩიე აუ რა შენი განელიკო რა ქალო რა ჯობია თბილი კენას რომ მიხვიდოდი და გოგი ჩაიხუტებოდი სახლში რა ვიცი ქალო არა ვარგი მარა მე ოჯახეთ განგება რომ მე ოჯახე ქალის ინსტინქტებს არ იგებდა ეთქობა მე დავაგვიანე და დამაგვიანდა ვაიმე რა ქალებო რაღაცრიებ შემსხურებოდა ვაიმე შენი მოგიგონდინელი კარგია ქალბატონელი რა მარტო გოგი ხუარი ხო რა უნდა გაგძელო რანერად გავაგძელო ქალო გავაგებინე ერთი ორი სიამოვნება სულ მქონდა სულა ჭამა და სექსი და რავი რაც მარიატრია გავიკეთე ვეღარ სამჭამ და აღარც გოგი აღარ ამყავს და რაღაცია მოიცა ქალო ერთი წამი მოიცა ერთი წუთი ვერ ხედავ რომ დაანწვა დანიკალი მართლა მოკლასაპირე მოდი გიხოცები მადო ოღონდ არ გააკეთო მადო არ გააკეთო თხოვნა მეწოდება მადო ეს დედა მეწოდება მარა მოკლა თამაიც როგორ მიყვარდა ქალო მომსმენით როგორ მიყვარდა რომ ეს დასუსტებული და გამოფიტული ორგანიზმი მარტო გოგისთვის მინდოდა ვაიმე შენ მოგიკონდინა ნელიკო ისმინეთ ეხლა მამას თუ ისმით იცოდე თელი გულისა ნადებს ამოთქვავს და მენი მაგარად გაგიჭირდება და მოკლა გაიგე აუ ნეტა შენ აიცი ნამადო რა ვიცი და გამოცდილება მალაპარაკებს ზინა ამას ხედავ ხო მამი და ჩემზე მაგრად გამიჭირდა მე გესმის ხო მადო ხო და კარგად გაიგე მე თუ გესმის კარგი რა გალბატონო აი ცვალეთ აი სარიდა ქალობა იგინო ცვალეთ თქვენო მეტი კი არ არის ეს თანადგომა რა უნდა გაგიჭირდეთ რომ თქვენა მე გვერდში არ დაგიდგეთ ქალებო მოდი ჩამეხუტე მოდი ჩემოცხიმე მოდი მეც ჩაგეხუტე მოდი შეცა მოდი დირეკავენ ქალბატონელი ვინ არის ვინ არეკავს სადარი აღარა ვისნერები აღარა მაგალო სად მე ვინ არის გოგია არის ხუთ კაცრად აილა ალო კაცრად რა საპასუხები ო გოგი ო რა არის რა გინდა ო მიხვდი რომ ისა დამნაშავე ხარ ო რა გინდა რისი გამოწორება გინდა გამაგებინე როგორ უნდა გამოასწორო როგორ ჯერ სამზარეულოში მერე საწოლში ბიჭო რებს ლაპარაკობ და ამაზანაში იქარ უნდა გამოასწორო რა იდიოტი ხარ კარგი ბიჭო შენ კიდე ეხლა რა გამიშალე ფანტაზია
ой მე ვერა ხარ შენახო ой სირცხვილი არის ეხლა მარტო კი არა ვარ აქა კოცნი ჰო მიდი მეცა ვაიმე ჩემო ფენია რა შენ ჩეჩე შენ ვინდა გითხება ქალო მე შევრიგდი თუ არა აკოთებულო შედა ამას არ უყურებ ერთი ნელიკო დაქალობა დაქალობა გაიწენე უკან ქალო დროზე მიდი ეხლა დაალაგეთ აკაურობა თორე დედას გიტირებთ ეხლა იძიგ შორტუ იძიგ ვისეუბნები მადონას ვისეუბნები მადონას მადონა რა ქალბატონონელი რა მე ჩემი თავმოყარეობა მაქვს იცოდეთ და ჯიქაში საწამლავი ой მე რა დები რა ქალო რა თქვა არაფერი რა საწამლავი არა აი მე რა ხდება ესა ეს რა არის ხოკი არა ყემავ ვერ ყავდი საწამლავიო ვაიმე სკოჩი რა საპირებდით ქალო არაფერს ვაიმე დედას გიტირებ თქვენ არა მე თუ თქვენ რა დაგიხვიეთ ნელიკო ვაიმე მადონა დროზე ეხლა 6 საათზე გოგის მკლავებში უნდა ვიწვე და ესენი დალაგებული იყოს თორე შენგან აი ფიტუს გავაკეთებ და ტორპედოზე დავაკრავ ძაღლიოა ეს ხო იცი დედას გიტირებ დროზე გიტირებ თქვენა დედას გიტირებ დედას მიდი დროზე ეხლა ვაი ხო მიდი უყურე დავალაგებ ქალბატონონელი დაქალობა ბალე დავალაგებ ყველაფერს დავალაგებ ყველაფერს დავალაგებ ხავ კეთილდა გადავყაროთ ყველაფერია ყველაფერს დავალაგებ მაგრამ მადო ხო რა არის რა ნაირი ყურე მადო რას აპირებ რას ვაპირებ და ნელიმ ეს შენობა ცოცხალმა არ უნდა დატოვოს იმიტომ რომ თემი ჩვენი გეგმები იცის რა მიბადო ეხლა შენი საქმისა შენიცი არ გიცნობ არ გიცნობ კი არ გიცნობთ არ მიცნობთ უბრალოდ სანამ ნელის მივხედავ ორი მოწმე მყავს მოსახსოვრებელი ორი ცოტა უტვინო და თავცარიელი მოწმე მყავს მოსაშორებელი ვინა ვიცნობთ არა თამი შენ არ იცნობ მადო მაგრამ ზინა კარგად იცნობს მადო დაო ორივეს მადო დაო არ გიცნობთ არ გიცნობთ დაო რა საკეთებ ახლა მადო აი ხალხო გადასაფხე კი ლატარიის ბილეთი და აზარტული ვასო. გამარჯობა გოგონი. გამარჯობა ბატონო. გამიტარეთ რა ესენი რა. ეხლავე გაგიტარებთ ყველა. არილია ციციბურა ვიღე ეს ფქვინი და ეს პეჩენი ესეც ბავშვს წავდე. კი ბატონო, ესეც გავატაროთ. პარკი გნებავთ? პარკი? რა იყოს კი ბატონო, ერთი პარკი იყოს კი ბატონო. კი ბატონო, ეს ყველაფერი იქნება 50 ლარის და თქვენ გააკეთეთ 50 ლარიანი შენაძენი და თქვენ გეკუთვნით ბარათი, რომელსაც შეგიძლიათ რომ მოიგოთ რამე. ლატარია რამე? ლატარია, დიახ, აი ეს ვინებეთ. ვა, რა მაგარი ლატარია, ესე იგი. ეს არის 8 რვიანი. 8 რვიანი? დიახ. ანუ 8 რვიანი უნდა აღმოაჩინოთ შეგნით და თანხას მოიგებთ. დიახ. ხო, მაგრამ აქ 7 ციფრი წერია და 8 როგორ ვიპოვო? მაგას აქვს მუღამი ზუსტად. კარგით, მაშინ ის მომეცით რა, 20 თეთრი ხო რაღაც რო გადავხიკო ეგა? ზისთვის გნებავთ. რო გადავხიკო, რო მოვიგეთ თუ არა რო ვნახო. 3 ლარი ღირს. 20 თეთრი 3 ლარი ღირს? ანუ ჩვეულებრივი 20 თეთრი ღირს, მაგრამ აი ეს სპეციალური გადასაფხე კი 20 თეთრი ღირს 3 ლარი. არა, ჩვეულებრივი მომესთ. ჩვეულებრივი მომესთ. აი მაშინ ეს ჩვეულებრივი 20 თეთრი ინებეთ, კი ბატონო. აუცნაური მარკეტია თო. ბატონო, მართლა რომ მოიგოთ რას ვიზამ? მართლა რომ მოიგო რას ვიზავ და შუაზე გავყობ. ნახევარი მე, ნახევარი თქვენ. მართლა? ხო, მართლა. მიდი ბატონო, გადაფხიკეთ, აბა მიდი. თქვენს უკან 2 ადამიანი მდგავართ. ხო, კი ეხავე. ვინ ადამიანი? მე და ჩემი მეუღლე.
მინდა თქვენ ფუშენი რა, ვერაფერი ვერ მოვიგე. ვერა. ვერა ამის ბედი სადამ აქნედო. არა უშავს ბატონო ზოგს არ აქვს ბედი. ნახვამდის. კარგად, რა ბედი არ. მოდი ერთი მომეცი აბა კიდე. მიდი გამოვუში ერთი ცალი. ინებეთ. ამას რა გონია რომ მე ვერ მოვიგე? თუ რა გონია? რამდენი რვიანიო რა მითხარით? და ვარვიანი. ვარვიანი. ამას მომეცი 20 წუთი კიდე რა. ცოტა დავაჩქაროთ რა. ეხლა ვერა მეგობარი ცოტა. იგივეს ვერ გაინებეთ და თანხაში გამისწოდით მე. ეხლავე. ანუ რამდენი უნდა იყოს 8 რვიანი, ხო? 8 რვიანი უნდა იყოს, დიახ. იგი გეხოცები რა. 4 რვიანი არის. ფუშენი არ არის რა, ჩემი და კიდე არ არის და. მეგობარი, ცოტა რომ დავაჩქაროთ რა. ეხლავე რა თამაო რა, ეხლავე რა დანებდე. ვერ ვიგებ ამაში რა გონია, ეხლა ეგ ყველა კი არ იგებს თო. დავაი გამოვუში ერთი კიდე რა. აჰა. მიდი შე რა გონია. დასამო ბაბუა ჩემიც ეგრე იყო თო შენ ბაბუა ჩემ ეგრე არ დანებდე ვასკა არ დანებდე ხო შენ ხო ჩემი სეხნია ხარო არ დანებდე ვასკა მიდი ბოლომდე ბაბარა არს ბაბუა ჩემი არ დანებებულა 135 წლისაა დღესაც არ ნებდება ბაბა სადაგივათ თიწუთი რა ბრატ არ არის რა კიდე არ არის რა თუ შეიძლება ამას ვერ ვიყიდი ეგ ძალიან დამაინტერესა რა ჩემო მეგობარო ამ რაღაცა ლატარიის ბილეთება და მეც რო ვიყიდო ერთი წუთის მოუ შენ მეყიდულო ამას მე გავატარებ ანუ ლატარიის ბილეთებზე ვარ რა კი ბატონო თანახმად ხოთ მივცეთ ორი ვიყიდე თუ სამი ვიყიდე ვერც ერთი ვერ მოვიგეთ ახლა ხო აი რაღაცნაირად დამაინტერესა რა თუ შეიძლება რა ღირსსა ვალადით ვადვიანი ხო, კარგით, აბა. კი ბატონო, ამას მე გავატარებ. აგერ 20 წუთი ჩემგან კონდეს გადაფრთხილი, აბა. კარგი, დავამატებ იმაზე. 50 ლარი მოვიგე. რანაირად მოიგო, ჩემი ბილეთი იყო, ეს კაცო, რა დადა? ჩემი ბილეთი იყო, ეს იყო ჩემი ბილეთი. არა, როგორ გეკადრება? ერთი ცალს აი, მოხამში შედიხარ თითქოს რა. მაკარონთან ერთად გაგიტანებ. მაკარონი იყოს ერთი წამი და ვაიმე? ეს 100 ლარია თალბატონო. ერთი მომენტი. ჩემი ჯერია მომენტი. ერთი ჯერი მეგრე სადარ ჩემი პალასა იყო და იქ შენ იგებ ხა ვერ გავიგე. ჩამოყალიბდით და. არა, ერთი ბილეთს ვიყიდი რა, ერთი ბილეთი კიდე თუ შეიძლება. გინებეთ. სტოპ, არ გადაფხიკო. რატო, რა ხდება? მაგ ბილეთში მოგცემ 20 ლარს. არა. 30. არა, ვერ. 40 და უეჭველი. მაშინ ესე მოგიქცეთ 40 ლარი და ერთი ბილეთი მომეცით და ამას მოგცემთ. ანუ მერცადე. მაგ ბილეთს შენ მე მომცემ და მე აქედან კიდე ერთი ბილეთი და 40 ლარი. კი ბატონო. აბატონო შენ ეს მომეცი და ბოდიში ერთი წუთი ბილეთს აუღებ რა რომელიც არ იგებს ის მე წეგან მე რომ აძლევ ის ბილეთები მიეცი ამას აბატონო აი ეს არის ინე აბატონო ეს შენ ეს მე გადავხიკო კარგი ჯერ თქვენ გადავხიკეთ ახლავე დასვი ერთი რვიანი არის ორი რვიანი და ფუშენი არ არის ვიზიარებ ბატონო. ვაიმე 500 ლარი. ვაიმე სად გავანავთ? არ მინდა. ვაიმე სად გავანავთ? სათავში მიბძანდით, ახლა გაგიტანებენ. შემოწმავ ჩემი ბილეთი არ იყო ხა ეს? არ ვიცი თქვენ თვითონ შეთანხმდით ბატონო რა, გაგიტანოთ კიდე და მე? რაღაცა მანიშნე რა, რომ თვალი ჩამიკარი, კამერები არ არის, ნუ ეს კამერებია ბატონო. არ არის კამერები, ახლა კამერა კაცო, რა კამერა, ასეთ კამერა არის, მიდი. კარგით. ზეგ. ფასდაკლებებია ხორცს პროდუქტებზე. ხორცს პროდუქტებს უფეხებზე მკიდია, მომაგებია, რვიანები მინდა. რა თქმა უნდა, ხორცს პროდუქტები. მომაგებინოთ კაცო და. მომაგები ადამიანი არ ხარ 500 ლარი გაატარებ, მოიგო ჩემი ბილეთი, ჩემი ბილეთში გასვოდი კაცო 500 ლარი მოიგო. რა ხნა ეხლა მე ბატონო დაგნებავთ, მითხარით და გავაკეთებ. არა, აფერისტები ხარ, ვიღაცეები ხარ. გელე ფულის მახე გელტრებ მოფიგრები. რანაირად ფულის მახე არა, არა, 500 ლარი არ მოიგო კაცო. მე ჩემი იყო ის 500 ლარი რომ მოიგო. არ მინდა არაფერი თქვენი კაცე, თუ გონიათ ეხლა, მაგ ეგ გამაკელი, ეხლა
გამომიჭირეთ გინდა და მომწველოთ გინდა? აი, აბაკი. სხვა ბილეთები და ცადოთ ბატონო. გადი გაჩერდი ერთი რა ის ადი ბილეთები. დავი გამოუშვი ერთი. რამდენი? დავა ერთი გამოუშვი უეჭველი. აი, ეს არ მინდა გამომიცვალე მეორე მომეცი. მეორე დომე თქვენ თვითონ ამოიღეთ აქედან. აი ეს ეს დამიბრუნეთ. ეს იგებს უეჭველი. წარმატებული მეგობარმა ცოტა. ეს უეჭველი იგებს. ეს იგებს უეჭველი. ერთი რვიანი, ორი რვიანი. სამი რვიანი. მოდი რა შენ გადაფიქრე რომ შემოვგო ბოლოვიანი დარჩა. არის. აი ზიანი ამგო სამიანი ყოფილა. ოი შენი. დაურები პოლის მაგედა და წეწავდე თუ რა არის. ანუ პარკი გნება. არ მეგა ეს პარკი რა თქმა უნდა პარკი რვიანი. აბა ამდე გადაფრიკილ ბილეთს საჭაიღებთ ხოლმე ჩააწყოთ შიგნით და ადი კარგად იქა აფერისტები. არაფერს არ ვიყიდით თქვენთან. არაფერს არ ვიყიდით თქვენთან. კი ბატონო მობძანით. ერთი ბილეთი გამოუშვი კიდე. ინებეთ. მაგრამ ცოტა დამჩა ეს ბანკში მაგ გადასა. მოდი ხარ ასე ვიცი? ტელეფონს დავალომბარდებ. კი ბატონო შეგინახავთ ამ ბილეთს. კარგი? კი ბატონო. ეხლა ვერაც მოვიდით. კი ძმაო გელოდები. შენი დე დავატირებე. კიდე არ არის არაფერი თო რა არის რა უბედურებაა ეს ვერ გავიგე მართლა და მაგრამ. ამავე დახაში უკვე ვერ გავიგე რა. მე კი ადამი ვიღაცახარდო. მე და შუაში ვარ. აფერისტი ესა ვერ გავიგე რა. ტელეფონი ჩახარა მაგ ეხლა როგორ დავიკო სახში? ად გნებას თამაში კიდე. აბაკი, გინდა რომ შემიყოლიო, ჩემ ფეკებს შემიყოლიებ შენ. შენ თუ გონია რომ მე იგროკი ვარ და აბა მიდია ინჟე მაიშეს პატრონ შენსას. ეგ აბკი, აბა შემიყოლიებ, ეფია თქვენისა. აბა ბიჭო, გაგაკოტრებიებ თავს. მანქანას დავალომბარდე და ახლა ვინ. ანუ წიწიბულას აბზუნებთ. ესენი აღარ მინდა არაფერი თქვენისდებათ რა დააბრუნე თავის ადგილას და ერთი ცალი ბილეთი უბრალოდ მაინტერესებს და ბარათით გადავიდე. კარგით, აი იმ ბატონისთვის რაც უნდა მიმეცა, აი ეს ინებეთ. ესა ხო? $2000 მოვიგე. 2000 დაიღო. ჩემი ფულები. დაანომბადეთ იყიდით კიდევ. დანახვარა და ხო გამოვიფატრო მუცელი. დანა 20 ლარი იღეს, ჩემი და გაგიტაროთ. ვერ მომატყუეთ. თქვენ თუ გონიათ რომ მე ამიყოლიებ და მთელ ქონებას გამტყავებთ, ვერ მოგართვით ბატონო. აბა და აბაკი. აგას იმ ბიჭმა 2000 ლარი მოიგო? ჩემი იყო ის 2000 ლარი. თუ არ გიტირეთ ყოფა თქვენ რა გონიათ რომ გამაკოტრებთ? არის! მოვიგე! მოვიგე! შუაზე ვიყავთ? 2 ლარი მოვიგე. 2 ლარი მოვიგე. ხომ აიც გაგაკოტრეთ თქვენ მათხოვრებო თქვენ რა გეკონათ აბა? აი თამაკე 2 ლარი მოვიგე. სოფლის ბირჟაზე სოფლიო პოლიტიკას განხილვა. მე წიაგეთ ერთი ზომას გამიცემ პატარა საქმე მაქვს. ხო, რა გინაბა? ეო ხარ აზურაში. შენ რა ვახარ ძალიან? დაჯექი მოდი. ფიჯო. ხო. დრო ხა მე ვიყვანე დასამაკებლად და მივაბიე იქანა შენ ხარ. ხართან ხო დავაბე? ხო და. აბა რა გინდა? რა? ფიჯო რა არის ეხა არც გეპირფერები და არც არაფერი ძმაო მაგრამ შენ ბუღაზე ჩვენ სოფელში ხმები დანავალა იმის დედავალა. ეგენას. აბა რა იგე. ალადის შენ. იმედია ჩემს დროხასთან არ შეერცხება ახლა. აი, ბიჭო, 2 წუთის მოყვანილი ყავს. გესაუბრო ცოტა, პირდაპირ ხო არ დაიწყებ. შემიედი მაქვს ახლა იცოდი. დღე არ გავალ, მაო 3-4 ძრო ხარ, არ მომიყვანონ მე, გიგე. მე კიდე ცოლი ვერ მომიყვანია, ჩემი ხარის მაგრამ შურს, ბიჭო, გეუნები მე შენ. რატო სადაგაშელი ახლა მიგამხნო გინდა? რა უნდა მიმამხნო, ბიჭო, მოდი აქანა, ბიჭო, მოდი, ბიჭო. ბიჭო, აზორა ის ამ ძროხის დამაკებაზე გამახსენდა. რო. შენ რა ფიქრობ ახლა ეს ტრამპი დაალაგებს ამ სოფლიოში არეულობას და იმას პოლიტიკურ რაღაცას? არ გვინა პოლიტიკა. არ გვინა პოლიტიკა. კაი, მაშინ გეტყვი, მაშინ. რა ზუსტად ვიცი, მაშინ მაგას გეტყვი. ხო. ტრამპმა ახლა თუ არ გააყენა ერთი ადგილი, ჯიგარო. ხო. პუტინი ესვრის ატომურ ბომბს, შეითრევს ჩინეთს, ირანს და
და დაიწყება მესამე მსოფლიო ომი და გინა შენე მესამე მსოფლიო ომი ჰა რა ვიცი ეს როხა დამაგდებოდეს და არ დევეძებ ასე მწუქნი არეულა და დაქცეულა ქვეყანა ვიჯო ბუთ რაც ენერგიულება არის ეს როხის დამაგება და იგენება რაღაცა ახო ზეგინა მიუშვი ცოტა ხანი აცადე იმას და გააკეთებს ყველაფერს ჩემი ბუღია რა მაგის პასუხია განზურა და შენ იცი ევროპაში თორმე იგანა ჩვენთან რო ქვია როხა და ხარს ხარი იქ ასე კი არ ყოფილა იქ არის პირუტყვი ნომერი 1 და პირუტყვი ნომერი 2 ბიჭო რაც ხას მეც მოусვინე მასიც გავჩე თურმე იქა დაუკითხავთ ძროხა ზუზუზე კი ვერ მოკიდებ ხე სექსუალური შევიწროება არისო ბიჭო უნდა კითხო და უნდა იმასე მასე თუჩიოს აუძახ და აბა გამოდი აქეთ მასე კი ვერ დაუძახებ შემოგიტრიალება თუმე და ჩასკებს თავში რაღაცა გეუბნები ერთი სიუჟეტი გვაქვს ნანახი რაღაცა ჩვენ მედაში კოწახური ტივიზე უყურებე და შენ არ ვიცი სად უყურე ხო არ ვიცი მეც მასე რაღაცა ბიჭო რაც ხას დავაკვირდი ახლა მე კაროჩე მიდი გააგვარია ხარუნა ბევრი ის მე ნახევარი ვაკვირდებოდი მართალი რო გითხრა კაროჩე ჩემი ძროხა ბოსლიდან თუ გამევიდა მარცხენა ფეხით ხო უეჭველი გლახა ამბავი მოხდება ძმაო მარჯვენა ფეხით თუ გამევიდა სუნათლობები ძეობები სულ ასეთი ამბები მესმის კაროჩე ვიცი საერთოდ რო არ გამევიდეს ბოსლიდანი არ გამევიდეს და შევიბრუნებ ძილს ახლა რა უყურებდი ახლა მე ხაროჩი სამიდის ახლა მოდი აქ შესამგლე შენ შეხე უხშენი ანზორა სულელი ჰო ანზორა ჰო ბიჭო სადანა მივაბა მოვიყვანე დასამაკელად ეძროხა და სადანა მივაბა მიაბი მადანა აქანა მაქანა არა მადანა ბიჭო სადანა ბიჭო აქანა ეგ არის მაქანა და მე გეუბნები მადანა ბიჭო ევ ეს ვინე მაქანა და მადანა ვერ გაუჩები ამას და აი და გლახაღვინოს გაარჩევს ეს ერთმანეთისგან ავახართ ბიჭებო მამიას ციცოცხლე მე ვიყვანე ძროხა ეგერ მივაბი დასამაკებლად რა ვაიქნები ბიჭო ტრამპმა თქვა რომ მარტო ორი გენდერი არსებობსაო და ვარას აი ჯოტიალო ბიჭო ჯოტო რაღაცა ისი ახლა რო გაკვირდებით აგერ ნარდი იქეთ ძროხა მაკდება თქვენ პოლიტიკაზე ბჭოლს სავარაუდო აბა რას დავაი დაკვირებული თვალებია მამია ერთი გამიზიარე შენი სოფლ პოლიტიკური შეხედულებები ახლა თქვა ინტერესებს ნამეტანი ო აგერ ტრამპს აცადე ცოტა ხანი და აი რასიზავს ნახავთ ყველა აი რა და ცოტა ხანი ტრამპი მოძლიერდება და ვაი მამია დააბოლო ერთხელ ეგ შენი გეოპოლიტიკური შეხედულება იქნება სწორს ამბობ ბიჭო აი და ვაი ბოლოში ხოლმე ნახავთ ვაი რა იქნება რო იცოდე თქვენ ბიჭო საერთოდ რაით ბიჭო პოლიტიკა აგრო ბოდიალობ და ბჟოტიალობ რაღაცა საერთოდ იცით ბიჭო რატო დაიწყო მა კონფლიქტი ვაფშე ორ სახელმწიფოს შორის რატო იცით რატო და ხოლმე პუტინმა უთხრა ტრამპს რა ვახარ შერიჟაო და ტრამპა ამან გაგაგიჟაო და გადაეკიდა ორი სახელმწიფო ერთმანეთს და ხოცავენ ერთმანეთს თუ არა ტრამპა თუ ხედომა ვაი პუტინი კი არა ისეთი ამბავი რა და BBC-ზე ვუყურე მე რა გეიგე ინგლისური არ იცი და მე ვუყურე თქო მაგიდო გეუბნები კი არ მომისმენია ვუყურე ბიჭო იმას ვინ არის ჩეპა მამკლა ვიო გაჩერდი ვიო გაჩერდი ეს დინახე სურიკელა სურიკელა მოდი ბიძიაკ ეს დინახე ვინ მევიდა რა ვარი კაი ხასიათია რა იყო ბიჭო კრონჭა ბატებს იცმინდა თვალებს დილიდა რა ვარ უმეუბნები მაგრამ რაღაცა ცხენია თქო ხო გითხარი ამას წინისენებზე რა ვიცი გაშრა ყელი გაშრა წყალზე გიგზანო წყალზე კი არა ბიჭო ქორწიში პური გვაჭავე რაღაც დაგვალები ორი რაღაც რო წყალი და ისა წადი ბიჭო ცოლი მე იყო არავინ მამია ბიძიას ვარჩევ ჩევაში ვარ ჯერ გამიგე სადაა ბიჭო სარჩევი ყველა წასულია სოფლიდან თუ ვინმე არის ხალი ერთი ლამარას გოგო არის დარჩენილი და მე იყვანე ეს გოგო რა დროს სარჩევი ის არის 44 წლის არის ლამარას გოგო 44 ეძახე შენ და ვაი მაგი გოგოა 44 ვაი წადი ბიჭო წადი უკეთეს ვის ნახავ მე იყვანე ვაგონში და ოჯახი შექმნი რაღაცა კენი გაჩერდი რა იქ შენ რომლისკენ იხრები აპო ერთი ეს გაგვიზიარი შენი შეხედულება მე ამერიკისკენ ვიხრები ზია აბა ამერიკისკენ დედა ამერიკა იზავს ანუ ამერიკა არის კაი გესიმპათიურება არა
არა ბიჭო. კეინი ვესტმა რო ცოლი გამეიყვანა ამის სუტიტლიკანა რო იყო. მასე გამეიყვან შენ ლამარას კამერების წინ, ა? სადი ბიჭო. გამეცი ამაზე პასუხი ახლა. ნუ ბჟოტიალო ბიჭო, რაღაცას ორი ბოში ისე გავაკეთეთ მე და რა მასე ტიტული მე არ მინახია ის და სა გამევიყვა ბიჭო, რა კამერები და რა ის. ნუ არ ვიცი ზმაო. მე რაღაცა ბიჭო. არ ვიცი ზმაო. მე ძალიან მესუსტება ამერიკაც. ძალიან მესუსტება ზმა. აბა რომელი გეძლიერება ეს? ჩინეთი ზმაო. ჩინეთი ზმა. აზორო ერთხელ იყავი ქალაქში ჩასული. რა მასაჟი გოუკეთეს ბიჭო, ამნაირი ეს. გეოპოლიტიკური შეთანხმებები შეგეწყობა. მთლიანად ერთი გავარდი ჩვენს. აგერ დაინახე ზმაო ამერიკას მარსზე თუ არ ჩაასწროს ჩინეთმა. ვაი. აგერ შენ და აგერ მე ბიჭო. საჩოუსრია ამერიკისთვის ჩინეთს ბიჭო, მარსზე რო ჩაასწროს რა ვაბიჯუტურო. ხარაგაულში ჩამევიდნენ ახანა ბიჭო და იქიდან მარსი არის ჩინეთი და იქვე. კაი, ჩუჩუტო ბიჭო, რაღაცა. აუ ჩუჩუტო ბიჭო, ასე არის. გაჩენდი. ასე არის ბიჭო და მე. გილოცავ, ელდარებიზია, გილოცავ. რას ვილოს? გილოცავ, გაამაგრა, შენ მაძროხარ წელი. ხო გითხარი? ორი წუთი აცადეთ, ხო გითხარი? აბა მაღარიცი ჩემზე არის. ვერ გექცევი. უშობელი თუ იქნება მაღარიცი არის ჩემზე. უშობელი კი არა, იარიცი და იქნება. 10-იანი მაის მოსატანი გაქვს აგერა შენი ახლა და პოლიტრაფი მაინც დავაგდებ, კაი არ აკრება. ესე იგი გაამაგრა, მაგრამ ტივიზი 10 საათზე იწყება? მოჩვენებითი წილი თოქ-შოუში. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს შაბათია და ტრადიციულად ეთერშია გადაცემა დრო სიყვარულისა. როგორც ყოველთვის, ჩვენი გადაცემის თემა იქნება სიყვარული. და სწორედ ამ გრძნობაზე სასაუბროთ, მოვიწვიეთ ჩვენთან ქალაქში ყველაზე ცნობილი, ყველაზე საყვარელი, ყველაზე ძვირფასი წყვილი, რომელთა ოჯახიდან არც ერთი ხმამაღალი სიტყვა და არანაირი კონფლიქტის ხმა არ გამოსულა. გთხოვთ მივესალმოთ ჩვენი და თქვენი საყვარელი წყვილი, თამარი და ბასო. გთხოვთ მოგწანდეთ. მოგესალმებით. მინდა ძალიან დიდი მადლობა გითხრათ, რომ დამთანხმდით და დღეს ხართ ჩემი გადაცემის სტუმრები. პირიქით ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ გადაცემაში მოგვიყვანეთ მე და ჩემი თამარი რომ აი ესე ჩვენი სიყვარული გინდათ რომ თელ ქვეყანას გააგებინოთ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ დაინტერესდით ესე ჩვენი სიყვარულის ისტორიით და რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა გაიგოს ამის შესახებ. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. აუცილებლად სხვადასხვა ჩვენი მაყურებლის მოთხოვნა იყო დღეს თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. განსაკუთრებულად უყვარხართ და აინტერესებთ თქვენზე ყველაფერი. სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი და პირველივე დანახვისთანავე მოხიბლეთ თუ არა ერთურთი? იცით როგორ იყო? მეგობრის დაბადება დავიწყებ, ხო? მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით ერთმანეთი. მოვიტყუები რომ თქვა რომ პირველივე დანახვისთანავე შემიყვარდა თქო, იმიტომ რომ ღრიალებდა და ესე ტანსაცმელზე თუ რამე საჭმელი იყო იმ დაბადების დღეზე ყველაფერი ესე ჩამოწუწებული ქონდა. და ვერ მოვიხიბლე რა საკვირველია, მაგრამ როცა მეორეც შევხვდი, მეორეთ რო შევხვდი, აღარ დაულევია და იქ უკვე მომეწონა კი არა და შემიყვარდა. ძალიან საინტერესო დაიწყო ეს ისტორია, უბრალოდ ახლა ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა. რა ჩამოწუწული მქონდა? ო, შენ ნორმალური თუ ხარ? საზოგადოება უნდა გამოსწორო შეყვარებული რა ჩამოწუწული მქონდა რა? ბიჭო, რაც იყო ის მოვყევი რა, ვიცი, ხო არ მოვიტყო. ჩამოწუწული ჯესეთ. ხო არ მოვი, როგორ არ ქონდა ჩამოწუწული? რა მქონდა ჩამოწუწული? რა მქონდა? ხუმრობთ ახლა, ხუმრობთ გეუბნები, ხო არ მოვიტყუები, სიმართლე მოვუყევი მაყურებს რა, გაბრაზდი? არ გვინდა ხეგეთ რაღაცები იხოცები რა? არ გვინდა ხეგეთ რაღაცები? თავი შევიკავი და გაკინდი მაშინ თუ არ ეხოცები რა, ეხა დაიწყო რა დავიზებურად. სანამ თავი გაგიხეთქე. აი თქვენ წინ პატივს თორე აი დახში გადავამტრევდი ხა ამას. აი მე ძალიან გთხოვთ დაწნარდით. დავლეწავდი, ნეკნებს დავათვლევიებდი. არა, გთხოვთ, გეხვეწები დაწნარდით, ცოტა თავი შეიკავეთ ეს გადაცემა, ხო იცით სიყვარულზე. ვიცი რომ გადაცემა, მაგრამ აყურებთ ზღვარი რა, ზვარია ყველაფერს. კარგად დავიწყეთ და ძალიან გთხოვთ ასე კარგად გავაგზავნოთ. გთხოვთ, კარგით, მარტყობინება რომ 3 წამში ვართ ეთერში. სათხართ? დიახ,
და აი ჩვენ ისევ გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში უსაყვარლის წყვილთან ერთად თამარი და ვასო ჩემი და თქვენი საყვარელი სტუმრები ბატონო ვასილ ახლა თქვენთან გადმოვალ შეკითხვით აი ესე რო გელაპარაკოთ შეიძლება რა თქმა უნდა რა თქმა თამარის მხრიდან გელაპარაკოთ ბატონო ვასილ ჩვენ გვაინტერესებს ახლა თქვენ მოიხიბლეთ თუ არა ერთი შეხედვით თამარით კი სიმართლე გითხრა ძალიან მოიხიბლე მახსოვს ჩვენი პირველი პაემანი მთაწმინდაზე იყო მახსოვს აბა რა მეცვა წითელი სარაფანი ეცვა წითელი სარაფანი ეცვა და ქალი უფრიალებდა აი ამ სარაფანს აფრიალებდა და მე მოგეხსენება მარტი იყო და მარტში მოიც ტესტესტერონი მომატებული აქვს მამაკაცებს და აი რო უყურებდი საერთოდ აი მის ხელებს რო უყურებდი და მის აი ეს კაბა ძალიან მოტკეცილი ქონდა ხვდები ეს წელში გამოყვანილი ეთყობა იმ მომენტისთვის დიეტაზე იყო მაგრამ იმდენი ვერ დაიკლო ხვდებით პაემანისთვის და აი ეს ცხიმები ეს გვერდიდან ქონდა გამოწეული აი ეს გადმოსულები ქონდა გინახავთ ხო ვიდეოები რომ დონ კომიტვაინები ცხიმს და ტაფაზე რო წავენ და რაღაცა გინახავთ ხო ვიდეო აი ეს ქონდა და მაღალქუსლიანები ეცვა სხვათაშორის იგივეები აცვია ეხლაც ეთყობა არა აქვს საშუალება რომ სხვა იყიდოს და იგივეები თხოვდა კარგია იუმორი მოდიოდა ხოლმე ეს მოდიოდა ეს ქუსლი გადაუბრუნდა და მე ესე მოჩახუნობდა ხოლმე კარგი იუმორია ჯანსაღი იუმორი არაჩვეულებრივ წყვილს აქვს მეგობრებო თქვენზე ხშირად ამბობენ რომ განსაკუთრებული და განსხვავებული ურთიერთობა გაქვთ და მაინც რაში გამოიხატება ეს განსაკუთრებულობა და განსხვავებულობა იცით დილით როცა ვასო სამსახურში მიდის და მე ვიწყებ სახლის დაალაგებას. აუ რა მაგარია შენი ხმა მესმის ყურში მიდი? ხო. და მე ვიწყებ სახლის დაალაგებას და აი იატაკის წმენდას რო ვიწყებ, ვჩერდები ხოლმე და ამ იატაკის ჯოხს მივაყუდებ კედელზე და ვჭდები და აღარ ვაგრძელებ დაალაგებას. რატო? იმიტომ რომ ვასოს ნაფეხურები არ წავშალო. და ამით რაღაცნაირად გადამაქვს ვასოს მონატრება, სანამ სამსახურიდან დაბრუნდება, ვუყურებ მის ნაფეხურებს. აი მეგობრებო, აი ეს არის სამაგალითო სიყვარული. ახლა კი ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ. რა ნაფეხურები, რა ნაფეხურები. აი მე რა ნაფეხურებს უყურებ, ეს თედრეს არ შეგდი ხარ არ რა ნაფეხურებს. იმ დღეს შენ და შენი დაქალები როგორც ვესუმზრის ნაფცქვენებით იყო მთელი იატაკის ავსე. ეზარებას არ ნაფცქვენებს მithვლი ვერ გავიგე, რა გინდა? ზარმაცი ხარ, გოგო, ზარმაცი. და მთელი დღეს ხეთ ხარ შენ და შენი დაქალები ყავასო და სკროლავთ. აბა რა არის? ო, აუ შენ ხარ ასწავლო. ინსტაგრამზე რამე ახალი ხო არ არის? აი რა. სამსახურში რა, ზის მთელი დღე სამსახურში და ვითომ რაღაცა საქმეს აკეთებს და რაღაცა ცხოველების ჰიგიენურ რაღაცებს აფასოებს და ხალხს გონია რომ ბიზნესია ხო და რაღაცა საქმეს აკეთებს. მიგლები ხო ძა? შეუსაქმურებს. უნიჭო ხარ, აბა რა არის? უნიჭო ხარ. მე ვარ უნიჭო ხო, აბა ვინ არის? რა უსაქმური კიდე რა, უტრ აქ რაღაცაებს იმართება. იბრო ხო. კიდე მეორე არა მოლაპარაკო ახლა. აი ყველაფერს. აი დავბრუნდით ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, განსაკუთრებული სტუმრები მყავს დღეს, თამარი და ვასო. ჩემო ძვირფასებო. ზოგადად ნახეთ წყვილებს. აქვთ ხოლმე ოჯახებთან, წყვილების ერთმანეთის ოჯახებთან. ხან კარგი, ხან ცუდი დამოკიდებულება, ურთიერთობა. აი თქვენ რა სიტყოდით? ბატონო ვასო, თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ სიდედრთან? იცი რა, მე ჩემს სიდედს ვერ დავარქმევდი სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ არჩეული პიროვნება ქალბატონი ნანა. ფაქტიურად ჩემი მეორე დედი იყო და მე მინდა პირდაპირ ეთერით ვისარგებლო და დედას ვეძახი. ეს კამერა მიიღებს ხო? დიდი მადლობა ქალბატონი ნანა, რომ ესეთი თამარი გამიჩინეთ ჩემთვის, მარტო ჩემთვის. მადლობა ამას. ძალიან კარგია. ქალბატონ თამარ, თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს დედამთილთან? ვასოს დედაც კარგი ქალია. რავი, მეტი რაღა დავამატო. დიახ. უკაცრავად შეიძლება ხარ რეკლამაზე რო გავიდე. რეკლამა რა რაღაცა? რა, კიდე კარგად თქვი დედაშენზე. დედაშენზე გავხარი. დადი, დედაშენ არა მოლაპარაკო, დედაშენზე ხა მართლა. დედაშენზე მე უნდა თქვა. ვისთან დაეჭ
თრება რო არის და შენისთვის არ მიგიხარ. მისეულები, გოგო. შეგეუბნები, ბიჭო, მისეულე ხუთი ხალხი. ვინ ნორმალური ხარ? დაიმე გეხვეწები. ნორმალური ხარ? გეხვეწები. დაიმე მიშველები ხარ. გეხვეწები გადაკით ფეხზე ბატონო ვასილ თამარ. დაიმე გეხვეწები. აი ადამიანების ცხოვრებაში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია იოგა. ჩვენი ოჯახი ყოველ დილით დაკავებული ვართ იოგით და თქვენს გირჩევთ ამას სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღისთვის. ეხლა ამაყენე საყვარელო. დიახ, ეხლა თუ შეიძლება რომ თქვენს ადგილზე დაბრუნდეთ და გავაგზავნოთ საუბარი. დიახ. სურპრიზი გავუკეთე ჩემს თამარს. აუ, კაი რა. პირდაპირ ეთერში. აუ, რა სურპრიზია, აი ეს არის ნამდვილი სიყვარული. ყელსაბამი თამარ. ვაიმე, რას ლაპარაკო? დუბაიდან ჩამოვატანია შენთვის თამარ. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. შენია თამარის. გამიკეთე. ახლა პირდაპირ ეთერში ვნახოთ, როგორ საჩუქას გავუკეთეთ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ხდება. ძალიან ხოს დავბრუნდეთ, გადაცემას მოდი დავიშვიდობოთ. ხელი გამიშვი, ბიჭო, ხელი გამიშვი. როგორც ხედავთ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენს ულამაზეს სანებლებს აჭერეთ. შენ მოხალხში დახრე. აუცილებლად შევხვდებით ზუსტად ეს ხევადელი ხარ, გადადე მე ხალი არ ვიყო. ეს არის გადაცემა სიყვარულისა.